ბატონი მიხეილ მესხი იბრძოდა პირველივე დღიდანვე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არაერთი ჩვენგანის მხარდამხარ. ის არაერთხელ იყო დაკავებული, ძალიან დიდი წნეხი და ზეწოლა იყო მასზე და დღესაც ახალგაზრდა, მაგრამ მაშინ ახალგაზრდული ორგანიზაციის ეგიდით იყო ამ უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმული. თქვენზე ვსაუბრობდი, ბატონო მიხეილ, ვიხსენებდი იმ ძველ დროს, როდესაც მხარდამხარ გქონდა პატივი თქვენთან ერთად გვებრძოლა სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენ გვაქვს 1 საათი გამოყოფილი იმისთვის, რომ თქვენ მოგისმინოთ კითხვა-პასუხის რეჟიმის ჩათვლით, ამიტომ პროცედურის დაცვით გთხოვთ მოაწეროთ გაფრთხილების დოკუმენტს ხელი, რომელსაც თქვენ უკვე გაეცანით. მასში აღნიშნულია, რომ განზრახს ახსნა განმარტების მიცემა კომისიისთვის, ასევე პასუხისთვის თავისარიდება კითხვაზე უარი ისჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო მიხეილ, ჩვენ ორი კონკრეტული თემა გამოვყავით თქვენთან მიმართებაში, თუმცა როგორც მაგალითისთვის დაჩიცა გურიას შემთხვევაში, ორი თემა არ არის ის, რაც ვთქვათ, თქვენი ბრძოლის, მრავალწლიანი ბრძოლის თითოეულ კომპონენტს და ელემენტს წარმოაჩენს. თქვენ, რა თქმა უნდა, თავისუფალი იქნებით, რომ სხვა, ასე ვთქვათ, ფაქტები და ამბებიც გაიხსენოთ და ინფორმაცია მოგვაწოდოთ, მაგრამ მოდით ამ ორ თემას გეტყვით და პირველ რიგში ამის გარშემო ვიტრიალოთ. ერთი არის 15 ივნისის აქცია 2009 წლის და მეორე გახლავთ 2012 წლის ზაფხული, როდესაც თქვენ ქართული ოცნების დიდი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აქციის წინა საათებში დაგაკავეს ქუთაისში. აი ეს ორი საკითხი რომ გამოვყოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბევრი სხვა ინფორმაციაც გექნებათ და ისიც რომ მოგვაწოდოთ ამ მოკლე დროში. გთხოვთ. მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ასე ვთქვათ, უწევისთვის. ჩემი ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის მიმართ დაიწყო მას შემდეგ, რაც სანდრო გირგმენი მოკლეს და გამიშთა პროტესტი, რომ რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლა. არანაირ ასე ვთქვათ, ოპოზიციურ პარტიაში არ ყოფილა არაფერი, უბრალოდ მაშინ იყო ესეთი მოძრაობა თანასწორობის ინსტიტუტი. და მათ შეუერთი, ასე ვთქვათ, და ვაპროტესტებდი იმ ყველაფერს, რაც ხდებოდა წინა რეჟიმის დროს. არაერთხელ დაჭერილი ადმინისტრაციის მუხლით და ასევე, როგორც აღნიშნეთ, ბოლოს სისხლსამართლს დამიჭირეს ქუთაისში. ვებრძოდი ამ რეჟიმს წლების მანძილზე, რითიცაც მართლაც ვამაყობ, ყოველი წუთი და ყოველი დღით. არ ვებრძოდი ისე, როგორც დღეს ებრძვიან დავუშვათ ბინძური ხერხით დღევანდელ ხელისუფლებას. მინდა გითხრათ ქალბატონთია, რომ არ ვებრძოდით მაშინ ჩვენ, ასე ვთქვათ, ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები, არც ამერიკის, არც ევროპის გამო, ჩვენ ვებრძოდით ჩვენი ქვეყნის გამო, ჩვენი მოსახლეობის გამო, უსამართლობის მაშინ არ იყო არც ტელევიზიები, მაშინ 1-2 ტელევიზია იყო, ისიც არავის არ შეეძლო, რავი, ყველას არ ქონდა წვდომა მაგისთვის და იყო, თუ არ ვთქვით, ერთი ინტერნეტ ტელევიზია იყო, ITV თუ რაღაც ისე. რამდენი წლის იყავით იმ დროს? მაშინ ვიყავი დაახლოებით ალბათ 22-23 წლის. ახალგაზრდა. კი ბატონო. არასოდეს მაშინაც იყო, მინდა გითხრათ, ინტერნეტი და Facebook-ი და არასოდეს არც მე და ჩემი მეგობრებს არასოდეს არ გვიკადრებია, რაც დღევანდელი ახალგაზრდები კადრულობენ. ერთადერთი მაღალჩინოსანის ოჯახის წევრს, ვისაც ვეხებოდით, ეს იყო ქალბატონი თაკო სალაყაია, ისიც იმიტომ, რომ სანდრო გირგმენის საქმეში ფიგურირებდა. თორემ არასოდეს თუნდაც პრეზიდენტის სანდრა ლუზეც არასოდეს არ გავკეთებია რამე ან არა,
თუნდაც ბულინგის ხრივ შეიძლება არც როგორ გითხათ ახლა რომ გაგვებედა ალბათ მაგაზეც კარგის მოხდებოდა და ალბათ დღეს ალბათ ახაც არ ვიждებოდი მაგრამ მაგაზე არც გვიფიქრია უბრალოდ აზრათაც არ მოხსლია რომ რომელიმე პოლიტიკო ფიგურის აი თუნდაც შვილებს ვიცნობდით ჩვენ ყველას თუნდაც კოდუა აქვს თუნდაც ბაჩუახალაია ყველა ვიცით რა სისასტიკით გამოირჩეოდა ეს ადამიანი და არასოდეს მისი მეუღლის ნადარეიშვილის რაღაცა კოლელის სოლი და მსგავსი რაღაცები ჩვენ არც დაგვიწერია რაც გვქონია არავისგანაც არ ფინანსდებოდით მეტის რაღაც ჩვენ თავს სიგნებს ვეძახოთით და ოპოზიციის იმას აქვია პარტიებს ხოვდით ხოლმე რომ რაღაცა ქსეროქსით აი როცა აი ვიღაც ადამიანის დასჯას ვითხოვდით ქსეროქსზე შევდიოდით და რავი ხანდახან ყოფილა შემთხვევა რომ სამი კაცი ყოფილვართ და ორი კაცის ფული ქონდა მიკრო ავტობუსით გადავდგირებულიყავით და მცხოს თხოვდით ხოლმე რა არასოდეს არ დაგვიბულინგებია არავინ აი თუნდაც რაც ხდება თქვენს ოჯახის მიმართ სხვა ქართული ოცნების მომხრეების მიმართ მე პირადად არც პარლამენტარი ვარ არც მინისტრი ვარ უბრალოდ ქართული ოცნების მომხრე ვარ მეც და თუნდაც ჩემი მეუღლე ამის გამო მილიონ სიბინძურეს და მილიონ ბულინგს ვხებულობ შვილის ვიდეო და ფოტო ვერ დამიდია იმიტომ რომ ეგრევე 6 წლის ბავშვს ღორს უწოდებენ რუსს რა ძალიან ცუდია მოკლედ გადავალ პირდაპირ საქმეზე ვებძოდი რეჟიმს რომელიც იყო სასტიკი და არაფერი არ გადიოდა მათთან მე ახლა რასაც უყურებ დღეს დღევანდელი პოლიცია მართლა ამბიჭებს ოჯახ რომ ამ ხელა გამძლეობა აქვს ზოგადად და ამდენ რაღაცებს ითმენენ ამ ადამიანებისგან არასოდეს ერთ კაცს ვერ მოიძიებს ვერავინ რომ ჩვენ ვინმეს ან მოლოტოვის კოქტეილი გვესროლა ან ვიღაცაზე დანა დაგვერტყა ან თოფი გვესროლა რაღაც ან ქვა რაღაცა მსგავსი არაფერი მოდი დავიწყებ 2009 წლის საქმით ამ შენობაში იქნებოდა მაშინდელი ასე რომ ვთქვათ ჩვენ მეძახოდი არალეგიტიმური მთავრობა და აი ქუჩაზე ჩიტაზის ქუჩაზე მაშინდელმა გენერალური ინსპექციის პროსმა ვასილ სანოძემ ჩვეულებრივ მომიტინგეს ტირისტოფი ესროლა და თვალი დაუზიანა შემდეგ წყლებსაც ხამდნენ რაღაცები და ანუ ჩვენ ამ ყველაფერზე პროტესტი ქონდა შემდეგ ვაპროტესტებდით გზები ქონდა გადაკეტილი რაღაცები და მე ხომ სმენელი ვერ მიხვდება წყლებსაც ხამდენზე მაინც კი ზემოდან უბრალოდ აქ გვერდით მოპირდაპირე მხარეს პარლამენტის არის უშიშროების სამინისტრო შენობა კუდი მაშინდელი და აივნიდან ეს კუდის მაღალჩინოსნები და შსს სხვა მაღალჩინოსნები მათ შორის სანოძე რომელიც იყო გენერალური ინსპექციის უფროსი გამოდიოდა და წყლით სავსე ბუშტებს ესროდა მომიტინგეებს თავზე უბრალოდ აი პარკებს ხოცელუბანის პარკებს რა ვიცი მართლა ხა ამ ხელა სახელმწიფო თანამდებობის პირი რო ასე იქცევა აი რა ქვია იმ ხელისუფლებას უბრალოდ მაშინ იყოს ნათელი მსმენელისთვის მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ ბატონმა ბაქრაძემ განაცხადა მაგასთან დაკავშირებით ეს უბრალოდ ბავშვური ხუმრობა იყო მეტი არაფერიო და ну მოკლედ მე და ჩემი მეგობრები ამ ყველაფერს ვაპროტესტებდით მაშინ თუ არ ვცდები ჩვენთან გაერთიანებულ პოზიციაში იყო ესეთი გია თორხლაძე რომელიც გამოვიდა და ჩვენ შორის უბრალოდ სიტყვიერი ესე ვთქვათ საუბარი შედგა და მას უწოდე რომ რატო ვიღალატე რატო შეხვედი მაშინ პარლამენტში რაღაცებს გავს რაღაცები და ну მოკლედ იყო გაწევა გამოწევა მე და ჩემი მეგობრები მართლაც აი გეფიცები არანაირი ქვა არანაირი რაღაცა შეურაცხყოფა უბრალოდ მშვიდობიანად აპროტესტებს ამ ყველაფერს და რაღაც არ მოეწონა თუ რაღაცა ცუდ ფეხზე გაიღვიძეს თუ რა მოუნდათ არ ვიცი მოკლედ ჩემზე მოვიდა ინფორმაცია რომ დაჭერას გიპირებენ მაშინ მითხეს რა ну არაფერი არ მქონდა ესეთი გაკეთებული და მიხეილ ხალხს რო ჩვენ საზოგადოებისთვის რო არ დარჩეს გაწევ გამოწევა ახსენეთ მე გაჩერდით და
ქვას რო არ ესროდით და იარაღს და ეს და ცელს არ უკიდებდით, ეს ვიცით, ეს რო გაგებედათ, ნამდვილად აქ არ გიждდებოდით, მაგის ყველას გჯერა. მაგრამ აი თქვენ გამოწევაში ფიზიკური შეხებაც ხო პრობლემაა. ესეც რო ახსენეთ. არანაირი ფიზიკური შეხება, ფიზიკურად ვერც შევეხებოდი, ვერავის ერთადერთი გიათორთლაძე ცხოვრობდა მაშინ აქვე და ის შეხვდა შემთხვევით და ერთადერთი ეგ იყო ჩვენ შორის საუბარი შედგა და მეტი არაფერი. და რაც შეეხება აქციის დროს მაშინ ბევრი ასე ვთქვათ ახალგაზრდული ჯგუფი ვიყავით, რომელიც ვაპროტესტებდით ამ ყველაფერს. ნუ არ მოეწონათ ეთყობა ის ყველაფერი თუ რა იყო არ ვიცით და იმ ღამეს ქალბატონის ღულაძე გამოვიდა და თქვა რომ რამოდენიმე ადამიანი უნდა დაეჭირათ. აუდექი ნუ მაშინ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ოფისი იყო და თავს ვაფარებდი იქ. ანუ არ გამოვდიოდი 12, 13 და 14-ის ხში გავედი მაინც სახლისკენ წავედი ასე რომ ვთქვათ. ჩემი მეგობარი ჯაბა ჯიშკარიანი იყო, რომელიც ხარავულობდა და მეუბნებოდა რომ არ წახვიდეო, თორე დაგიჭერენო. ნუ ისე მოხდა რომ ჩემ ძმას დაურეკე ცხონებულს, მეთქი სახში უნდა მოვიდეთ ხო ბოდიში და გადავლება მინდოდა, იმიტომ რომ 3 დღე შეუძლებელი იყო და როცა ორთაჭალში ცხოვრობდი მაშინ ავტოსადგურის წინ ისეთი რესტორანი თაღლაურა იყო და მის უკან ცხოვრობდით ერთ ეზოში ჰქონდა 2 სახლი. როცა მივედი სახლში ესე ვთქვათ გადავლე ჩემ ძმასთან რაღაც წამიერი საუბარი მქონდა, მითხრა რაღაც ფრთხილად იყავიო, ამათმა არ მოკლავთ, რაღაცა ესეთი მსგავსი და რაღაც აი სახლში ვიყავი სულ რაღაც 10-15 წუთი, მეტი არა რა, უცებ მოხდა ყველაფერი რა. სახლიდან გამოვდივარ, მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყავდა თეთრი ოპელის მანქანები და ზოგადად ასეთ მანქანებს როცა ხედავდით ღამე ან დღე, სულ რაღაც შეშინებულები ვიყავით, რომ ან მოგვიტაცებდნენ, ან წაგვიყვანდნენ რაღაცა და უცებ ასე ვთქვათ შეუხვია და წავიდა და რაღაცა საეჭვოდ 2 გზა არის მაგ ჩემს სახლთან ჩამოსასვლელი 2 გზა იყო. ერთი ფეხით, მეორე მანქანით აქედან. რაღაცა საეჭვოდ ადამიანები შემნიშნე, მამაკაცები და შემეშინე ხა ზევითასო მეთქი შეიძლება მართლა ჩემთან არიან თქო და წავედი უბნის ხარისზე. უბნის ხარისზე რო წავედი, სტადიონი იყო იქ და სტადიონთან ერთი 5-6 ადამიანი იდგა და როცა შევნიშნე ჩემი მეზობლის გვერდზე ეზოში კიდევ რამოდენიმე ადამიანი საერთოდ რა უნდოდა ვინმეს როცა შევნიშნე მივხვდი უკვე რომ ჩემთან იყვნენ მოსულები. და ამ დროს ვიღაცამ დამიძახა, ნუ მოდი აქო, ასე ვთქვათ, დედაზე შემაგინა და გავიქეცი, უბნისკენ გავიქეცი. უბნისკენ რო გავიქეცი, ესეთი ტუპიკი იყო, სადაც აი მანქანა თუ ეყენებოდა, გაივლიდი, მაგრამ მანქანა თუ კარებს გაგიღებდა, ანუ ვერ გაივლიდი. წითელი ოპელი იყო, ესე კარები გაღებული ქონდა, რო გარბოდი და აქეთ ამ ხარეზე როცა წამოვედი, ასე ვთქვათ, მცხოლის ხარესი. შემიწიეს კარები თვითონ, აი წამიერად ხდება ყველაფერი, შემიწიეს კარები და სალამ მივიდოდი, გამომიწია უცებ რა, ანუ რო დავცემულიყავი რა. არ დავეცი ასე ვთქვათ და მაინც გავბოდი. შემდეგ არ ვიცი ეს ხა შეიძლება ჩემთვის არ ესწო, მაგრამ ქართველებისთვის ისროლა რა, ესე ვთქვათ და გაჩერდიო მითხა, მაგრამ გავბოდი და ყვიროდი მეზობლებს, ანუ საკუთარი სახლებია, რომ მეთქი მეზობლებო მიშველეთ კლავენ თქო რა. მე ერთ-ერთი მეზობლის სახლი დავინახე, სადაც შევედი. რო შევედი ეს ქალბატონი მედიკო რეცხავდა იქ რაღაც ეზოში რაღაცას და მეთქი მედიკო და მიშველენ კლავენ თქო და ამ ქალბატონის სახლში შევარდი ეგრევე და ესეთი პატარა კიბეები იყო და აივანი ვითქონდა ამას საკუთარ სახლს. და ესე კარს მივაწექი, ხა ეს ქალბატონი ყვირო და მესმოდა ამ ქალბატონისო გაანებე თავი რაღაცა ყვირილი. ეთყობა ფანჯრიდან თუ საიდან შემოვიდნენ არ ვიცი, უცებ მომადო იარაღი რა და ისო გადიო თორე აქვე მოსიზამო შენს მეზობელთან დაგამთავრებო დარჩები აქ უკდარიო. ნუ რო კარგი თქო მევთხარი, გავალ არ არის არანაირი პრობლემა არ არისკო და გასვლის დროს აი ეს პატარა ბალკონივით იყო, აივანივით რაღაცა ისინი ქონდათ რა, რკინის ისინი და ამ რკინებს ჩავეხუტე რა, ასე რომ ვთქვათ, მეზობლები დავინახეთ ამ ყვირილისგან თქო შემოცივდნენ.
და არ უშვებდი ხელს. რომ არ უშვებდი ხელს, მე ერთ-ერთ ნაცნობთან დამერეკა, ეთყობა ტელეფონი მარცხენა მხარეზე ჯიბეზე მქონდა, სადაც ჩემ მეგობარს დაურეკა და უთხრა, რომ ისა მიშას ზარი შემოვიდაო და ყველი მესმის, რომ მეზობლებო მიშველეთო და რა ხდებაო, ხო არისიო, ვერ ხდები, მიხვდენი მე ამან ამ დროს მაშინ მაესტრო იყო, რომელიც ჩვენს გვერდში იდგა ტელეკომპანია მაესტრო ჩვენ გვერდით იდგა და მაშინ ტელევიზიას სალამ მოვიდო და ასე ვთქვათ, ჩემო მეზობლებმა რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა მათ უთხრა, ასე ვთქვათ, თავი გაწერეს ჩემ გამო და ანუ მეორე მეზობლის ეზოში, ანუ ძალიან ბევრი იყვნენ, პოლიციელებიც იყვნენ 20 კაცამდე და მეზობლებმა აჯობეს, ასე ვთქვათ, 40 კაცი მეზობელი. ბატონო მიხეილ, ეს რომელი დღეა? ეს არის 14 ივნისი. სალამ დაგვიჭერენ. კი. 14 ივნისი. ის ვინც იარაღი დაგადოთ მეზობელთან შემოყვათ, იყო პოლიციელის ფორმით? არა, ჩვეულებრივი ფორმით იყო რა. მაგრამ საიდან იცით, რომ ძალოვან სტრუქტურას წარმოადგენდა? იცით საიდან ვიცით და 15 ივნის ამ ადამიანმა თავისთავად შემახსენა, ასე ვთქვათ. ცემის დროს. შემდეგ მეზობლები ეუბნებოდნენ რომ ანახეოთ, ანუ ეუბნებოდნენ რომ სავარაუდოდ ის იყო ძველი თბილისის თანამშრომლები მაშინ. პოლიციის თანამშრომლები, ჩემი მეზობლები ეუბნებოდნენ რომ განახევა აბა საბუთიო და ანუ ამ მეზობლებსაც ემუქრებოდნენ იარაღით მაშინ რომ გესწრიო, გაიწიეთო და მადლობა უფალს მეორე დღეს კი დამიჭირეს, მაგრამ იმ დღეს ჩემი თავი ასე ვთქვათ არ გაატარეს. ასე ვთქვათ ქუჩურად მიტაცებდნენ რა. შემდეგ მოცივდნენ ჩვენი მეგობრები ტელევიზია ყველა იქ-დაქეთ და გადავწყვიტეთ რომ რაღაცა ესე გავიგეთ ინფორმაცია რომ იქ ცაგურიას მივუვარდნენ იქ ვიღაცას მივუვარდნენ და თუ დასაჭერები ვართ კანონის მიხედვით დაგვიჭირეთ აგერ გვარდებით არსად არ გავბივართ წარგვიდგინეთ რა დავაშავეთ წავიყენეთ ბრალი მახსოვს მაშინ მემარჯვენეების ოფისში შევიკრიბეთ დავწერეთ ეს ასე ვთქვათ განცხადება ყველაფერი კეთაკეთ და რაღაც მეორე დღეს დაახლოებით 12 რომელი საათი იყო არ მახსოვს ზუსტად ასე ვთქვათ წავედით დიღომში პოლიციის სამმართველოსთან ვიდექით მშვიდობიანად ჩვენ მაშინ არც გზა გადავუკეტეთ და მაგის კადრებიც არსებობს არაფერი როცა რაღაცა ყვირილი გავიგე მოულოდნელად უკანა მხრიდან მორბოდნენ პოლიციელები შლაგბაუნით უცებ აიწია და შიგნით ამ მეზოშიც პოლიციელები იდგნენ და ეს პოლიციელები გამოვარდნენ და მაგ სასამართლო რო არის სასამართლოს ხარისხენ დავიწყე ასე ვთქვათ სირბილი მეთქი აქედან მომბიენკო და ანუ იქაც იმალებოდნენ ეთყობა ანუ კორპუსის სადარბაზოებში ხიდზე გადავედი თუ არა ეგრევე დამიჭირეს და მაშინ აი ჩემი მეგობრებიც აქ რო იყვნენ და საუბრობდნენ ერთ-ერთ ფოტოში ჩანს იქ ვერცხლისფერი Volkswagen-ია იმაში ჩამსვეს მე ჩამსვეს და წამომიყვანეს მოდულის შენობისკენ ანუ მაშინ კუდის სამსახური იყო იქ გზაში ურეკავდნენ რომ ეუნებოდნენ არა აქ მოიყვანე ვიღაცა ურეკავდა არა აქ მოიყვანეთ მეთქი იქ როც ხედავდი მეთქი იქ აკავდათ ბიჭები აქ სად მიყავართ მეთქი და ერთი წუთიო გააჩერეს მაშინ აი არ მისული ვებხვიდან მოყმესან მანქანების ბაზრობა იყო მაშინ არ ვიცი ხარ ის თუ არა იქ გააჩერეს მანქანა და ვიღაცა ეუნებოდა აქეთ წამოიყვანეთ ვიღაცა ეუნებოდა არა აქეთ მოიყვანეთ საბოლოოდ არ ვიცი რა გადაწყდა მანქანა იქვე დაატრიალეს ასე ვთქვათ შუქნიშნები სადაც არის და წამოიყვანეს სამმართველოსკენ რო შემიყვანეს ფაქტიურად ყველა დაჭერილი ყავდათ უკვე რა ბოლო იქ იმიტომ რომ იქ რაღაცა ისინი მიდიოდა სადო წავიყვანეს სად არ წავიყვანე ამ დროს უკვე გაწმენდილი იყო იქ აურობა რო გადმომიყვანეს მანქანიდან ეთყობა მაშინდელი მაღალჩილოსნები იყვნენ ისინი კრიმინალურ პოლიციის თუ რა იყო არ ვიცი ჩვეული ესე 4-5 ადამიანი იდგა და ერთ-ერთ რიგით პოლიციელს გამოართვა რეზინის ისა ხელკეტი რომელსაც ესე ის ჰქონდა ესე ააგდო ეს ხელკეტი ესე დაატრიალა ასე ვთქვათ თავი დამაწევინა და ქვემოდან აი ეს ასე ვთქვათ ის წვეტს მიტყავდა რა მე აიხლაო გაატარეთო სისხლის კორიდორიო ეს სამმართველოს ეზოში ესე კიბეები იყო და ის მშველი და რომ ბევრი მიტყავდა რა ასე ვთქვათ ბევრი როცა ცემდა
ნუ ხმეს ვთხოვდი მეთქი გავითიშო მეთქი აი ვერ ისეთ კივილებს გწნობდი რომ რავინა და ბოლო კიბეზე როცა ავედი ვიღაცა ესეთი ასე ვთქვათ ჯანზე მყოფი ადამიანს ბეისბოლის ჯოხი ეკავა და პირდაპირ თავში დამარტყა. აი გავითიშესავით, მაგრამ აი ის მოვედი რა, იმაზე რა ქვია. ბატონო მიხეილ, სირცხვილის კორიდორი ახსენეთ, ეს მათი სიტყვებია თუ თქვენ თქვით? ისინი ეზახოდა, იმიტომ რომ ორჯერ გავუკეთეს ერთხელ, ანუ დროებით სასამართლოზე რომ მივყავდით, როგორ ანუ სპეცნაზის ჩაცმული ფორმებით ეცვათ მაშინ შიგნიდან და ერთი აიქიდან თვითონ ანუ არ ვიცი ახლა მაშინ მაგას ეძახოდნენ თვითონაც რომ თვითონ მათგან მოისმინეთ ეს ტერმინი. კი. როგორ თქვენს რომ მოდი გავატაროთ სირცხვილის კორიდორში გავატაროთო და რავი რეზინა რკინის ეს გავიგე, მაგრამ სიტყვა სირცხვილის თვითონ თქვენს თუ თქვენ დაამატეთ. თქვენ არა მე არ დამემატებია როგორც იყო იმას კი. ხო და შეიძლება უფრო ვაკლდებდი ახლა რასაწყობი, იმიტომ რომ იმდენად აღარ მახსოვს რაღაცა. არა, იცით რატო გეკითხებით, არ გაგიკვირდეთ, ჩვენ ხომ დასკვნას ვწერთ, დოკუმენტს ვწერთ და იქ უნდა ვიცოდეთ თვითონ რა ტერმინებს ხმარობდნენ, ანუ ეს მათი ტერმინია. მაგათ ხალბატონთია მე რო იქ მიტყავდნენ, მცემდნენ შემდეგში შენობაში. რატო გვაგინებდიო და მეთქი საჩე გაგინე აბაო პატრულიო რაში მაინტერესებს ანუ ვითომ რაღაცა ის ქონდათ ერთმანეთში კრიმინალურ პოლიციას და პატრულს რა ერთმანეთში რაღაც არასასიამოვნო ისინი რა ერთმანეთში ხო და როცა ანუ ამ ბოლო კიბეზე როცა ავედი და ეს ბეისბოლის ჯოხი როცა დამატყა ამ ადამიანს უკვე კარგავდი გონებას მაგრამ აი შევედი შენობაში სადაც ბიჭები ასე რომ ვთქვათ ეყანენ ძირს და დავინახეთ 2-3 ისა რა ქვია გადამღების ვიდეო და გამიხადა მეთქი ალბათ ჟურნალისტები არიან თქო და მეთქი აღარ მცემენ თქო რა თუნდაც ეს თვითონ თავიანთი პირადი ისინი ქონდათ რა და გვიღებდნენ მოვიდა ერთ-ერთი პოლიციელი და მითხრა რომ ეხლაო ისე რა ქვია კამერას მიღებდნენ გრეჩეხებსო აგინეო მეთქი ვის ვაგინო გრეჩ ანუ ლევან გაჩიჩილაძეს და თავის და მეთქი მე რატო ვაგინო მეთქი რატო ადგა და ესე პირდაპირ დუბინკა მითხრა ეგ იმაში თვითონ ტუჩებთან რა აგინეო თორე მოკლაო აი საშინელი დღე იყო მართლა რა მეთქი ცუდა თავარ თქო მეთქი თავი დამანებეთ თქო მეთქი და მახსოვს მაშინდელი ძველი თბილისის სამართლოს უფროსი იყო ირაკლი ყიფშიძე და ის მოვიდა და იმან თქვა სო გეყოფათო ეხლა გაანებეო თავიო და ჩაიყვანეთო ქვემოთო ხო კი დაიჭერეს კიდევაც ეგ ადამიანები ვიცნობდი აქციებიდან ვიცნობდი მაგ ადამიანს და შემდეგ ჩამიყვანეს კიბეებით ქვემოთ მე პირველად ვიყავი სხვადასხვა დროებით მოთავსების სისტემაში მაშინ პირველი დაჭერა იყო ჩემი რო ჩამიყვანეს და შემიყვანეს ანუ იქ თვითონ არ შემოუშვიათ მაგრამ ვიღაცა პოლიციელი მოვიდა ისეთი პირით მაგინებდა დედას რაღაცა ისე კავა სკამის ფეხი ეკავა ხო გამოვხვალო მაქიდან თითქოს და ესენი არ უშვებდნენ დროებით მოთავსე რა ის თვითონ შინ არ ხდებოდა აი შინ არავის არ უცემიო ხა არ დაურტყება თვითონ დროებით მოთავსების სიძულობაში ნუ იქ რაღაცა გავხადეს რაღაცები შეგვიმოწეს იქ და ეხლა უნდა გადაიყვანოთო სასამართლოში რო გადაგვიყვანეს ბევრი ვიყავი ძალიან დაკავებულები მაშინ და მახსოვს პირველი ვიყავი რიგში ხო და ისა რა ქვია უკანა მხრიდან ესე ჩავგანსკვლივეს ესე და უკანა მხრიდან ესე სპეცნაზის ფორმით ესე კვებები იდგნენ და გვაფურთხებდნენ ასე რომ ვთქვათ ათა თქვენ რუსეთის აგენტებო მაშინას რუსეთი როგორ გაფურთხებდათ არ ეკეთა კი ზოგს ეკეთა ზოგს არა მაშინ ლურჯი ფორმები ეცოთ რავი მაშინას რუსეთის აგენტს მეზღვიდნენ და ეხლაც რავი გვაფურთხებდნენ 1000 შეურაცხყოფას გვაყენებდნენ შემდეგ რო უკანა ეზოში კი ბატონო და როცა გავედით მანქანებში ჩაგვსვეს და რო ჩაგვსვეს მანქანებში წაგვიყვანეს სასამართლოში ანუ იქ ნუ ძალიან ბევრი ვიყავით დაკავებულები და იქაც პოლიციელები ძალიან ასე ვთქვათ ბევრ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ მოდიოდნენ ანუ მანქანაში ვიყავ მანქანიდან არ მქონდა ბევრი ნაცნობი პოლიციელებს ნახე სამწუხაროდ და სასამართლოზე თვითონ რომ მივედი პოლიციელებით იყო სავსე და ასე ვთქვათ მითხრეს რომ თუ
გნებავთო ადვოკატანო დარეკეთო და მეთქი ტელეფონი ჩამორთმეული მაქვს ხოდა როგორ დავრიკოთქო და მაშინო ჩვენო რა ვქნათო ხა ტელეფონი თუ ჩამორთმეული გაქვთო ჩვენო ჩვენსაზო ვერ მოგცემთო და ასე ვთქვათ არც უფლება დამცველის გარეშე არაფრის გარეშე ჩაგვიდა და ასე ვთქვათ სასამართლო და მომცეს 30 დღიანები მოგცეს მაშინ იყო 30 დღიანები 5 ადამიანს მაშინ მოგცეს ეს ძალიან კოშმარული იყო შემდეგ რომ მივედით თვითონ ამ დროებით მოთავსების იზოლატორში ძალიან მიჭირდა მე თვითონ მე და დაჩსაგურე ვიყავით მარტოები გვერდ საკანში ვიყავით მარტოები ვიყავით და ვთხოვდი უბრალოდ რომ ვინმე ადამიანი შემოიყვანათ ჩვენთან ერთად ყოფილიყო რომ იმიტომ რომ ძალიან ჭირდა არც რო გადიოდა არც მაშინ არც არაფერი არ იყო საერთოდ რა მე შიმშილობას დავიწყეთ ხო ეკა ხერხეულიძე იყო ქალბატონი ხერხეულიძე იყო შემოსული მახსოვს დიმა ლორთქიფანიძე და რუსლან კერვალიშვილი და აიო რაღაცა ბოდიშო თუ მოუხდითო და მეთქი რაზე მოვიხანდოთ ბოდიში შენ მოგთავაზათ ეს რომელი ეკა ხერხეულიძე ვის მოუხადეო ბოდიში ანუ პარლამენტარებს რო გზა გადაკეთდით და დისკომფორტი რო შევქმნითო ბატონო ვინ ბატონი დიმიტრი დიმა მრავთ ხა ვერ გავიგე ბოდიში არა დიმას ადვოკატი მანამდე დიმას ავი ახლა ისეთი არაფერი თვითონ ხერხეულიძე მე თვითონ ორთა ჭალილი ვარ და ვიცნობ მაგალბატონს და იქო რაღაცაო იქო იმას ანუ თორთლაძეო ის ოლიმპიური ჩემპიონი თუ რაღაცა აქოთ დაპყრობილიო და იქ რომ მიხვედიო და დაუწყებქო საუბარიო იქო რატო გიღალატე და რასყვებით ბატონო მიხეილ რომ ეკა ხერხეულიძე შემოვიდა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და თქვენი უფლებების ვითარებას კი არ არკვევდა, არამედ საქმეს გირჩევდა? კი, სრულად მასე იყო. ანუ ეგრეთ წოდებული პადოშა კაცის ადვოკატად მოგევლინათ საკანში. კი ბატონო, მე მგონი უფრო რუსლან კერვალიშვილი შეწუხდა ჩვენი იმით, ვიდრე ხო, ეს გასაკვირი არ არის, ხო, მას იმიტომ რომ რაღაც თვისებები კი ბატონო. ნუ შემდეგ როგორც ვიცი, როგორც მახსოვს, ჩემ ადვოკატმა მითხრა რომ ჩვენი ეს ყოფილი პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილმა შეთავაზა ვანო მერაბიშვილს თავის თავიო, არის გახსოვთ თუ არა, მოადგილეთ. და შეიძლებაო, აიო თუ სალომეო მოადგილე გახდაო ვანო მერაბიშვილს და გაგიშვებოდა. უთხარი ხა მაგირაში მაინტერესებს მოადგილე ერთი თვე მოგცეს. ეს ეკა ხერხეულიძემ გითხრათ რომ არა, ეს ადვოკატმა მითხრა, მაშინ იყო საუბარი. აი ადვოკატმა გითხრათ, გარეთ რა ხდებოდა, რომ ზურაბიშვილმა თავის შესთავაზა როგორც ოპოზიციის პოზიცია, რომ გახდება ვანო მერაბიშვილის მოადგილე. კი ბატონო. ნუ იქ რო გითხრათ ახლა ძალიან ცუდი სიტუაცია იყო, ძალიან ანუ მერაბსაც უსმენდი მაშინ და როცა გავმოვედი, მაშინ შემცხონებულმა ძმამ მითხრა, რასაც მიგზავნი და არაფერი არ შემოდიოდა რა, ასე ვთქვათ რა. საჭმის გადაღაცა იქ ჰიგიენური რაღაცები იყო, გაზეთები, ჟურნალი, არაფერი არ შემოდიოდა საერთოდ რა. საწოლი თუ გქონდათ ბატონო მიშა? როგორ? საწოლი გქონდათ? არა, ესეთი რო შეხვიდოდი პირდაპირ ასე ვთქვათ, საჭირო ოთახიც და საწოლის ყველაფერი ერთად იყო რა, ესეთი ფიცარი იყო ესეთი. გამოყოფილი არ იყო, ხო? კი, პირდაპირ და წამოწოლილი ყავით რა და ფიცარზე. ანუ ამადიელ ერთი ადიელა მქონდა და ამადიელას ხან ბალიშივით ვიყენებდი, ასე ვთქვათ. ხან როშაც შემცირდებოდა ღამე, ვიფარებდი. ანუ ასე თავი წამოწეული ქონდა ფიცარსაც რა, ანუ თვითონ კომფორტი ქონდა იმით რომ თითქოს ემოზე თავი რომ დაგედო რა. შემდეგ რავი მამაოებით შემოვიდნენ თხოვე რომ ვიღაცა მეთქი იქნებ ის რა ქვია ვიღაცა შემომიყვანო მეთქი იმიტომ რომ ძალიან ისე ვარ ხო რა და მაშინ დროებით მოთავსების იზოლატორის თვითონის ქალბატონი მადლობა მე და გადავუხადო დრო გაყავდა ხოლმე ხან წნევაზე არ ქონდა არანაირი წნევა მაგ ექიმი რა ეკვა კი ნესტანი ესტანი ერქვა და ხან იმას მიზომავდა რა ქვია წნევას ვითომ და დრო გაყავდათ რომ ანუ მე რაღაც კარგად ყოფილიყავი ანუ ცოტა დრო გამეტარები ადამიანებთან და ესეთი იყო მოკლედ ესეთი ჯოჯოხეთური პერიოდი იყო ეგ 15 ივნისი ჩემ რომ ამოიწურა ეს 30 დღე და გამოხვედით დაგხვდათ გარეთ ვინმე და ვინ დაგხვდათ გარეთ ჩვენი მეგობრები დახვდნენ არაფერი ისეთი მე დღესვე დავიწყე ბრძოლა იმ რეჟიმის წინააღმდეგ და არ გავჩერებულა 2012 წლამდე იმიტომ რომ არ შეიძლებოდა სხვანაირად
კი ბატონო, აი ზაფხულის პერიოდი რომ გავიხსენოთ 2012 წლის ეს ის დროა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება უნდა ჩავიდეს ქუთაისში. ბალახვანზე არის დაგეგმილი დიდი აქცია და ეს იყო ერთ-ერთი მასშტაბური აქცია და თქვენ როგორც ახალგაზრდა და ახალგაზრდული ჯგუფი იქ იყავით მივლინებული, რომ ახალგაზრდულ ნაწილში ყოფილიყავით ორგანიზებაში ჩართული. მაშინ რიგდებოდა ესეთი პატარა სრულიად უწყინარი ბარათები, სადაც ეწერა დაწერე შენი ქართული ოცნება რა არის, შენი ოცნება და სახალისოც იყო, ადამიანები წერდნენ, რომ ზოგი ამბობდა ტერიტორიული მთლიანობა, ზოგი ამბობდა, რომ ოჯახი მყავდეს ჯანმრთელად, ზოგი რას წერდა, ზოგი რას და ბევრს დღემდე აქვს ეს ბარათები შენახული. თქვენ და თქვენთან ერთად სრულიად ახალგაზრდა ნორჩი ამ სიტყვას განზრახ ვიყენებ, ტყუპიდები, ნინო და ნანა ყურუები, ასევე მიხეილ ამაშუკელი და გაგა ამბროლაძე თქვენ დაგაკავეს. კი ბატონო. რა მოხდა? გეტყვით, მანამდე მინდა უბრალოდ ერთი რაღაცა თქვა, ეს 2012 წლის ამბავი მოხდა. როცა ასე რომ ვთქვათ, ოპოზიცია შესუსტა ძალიან 2009 წლის შემდეგ და ამ ქვეყანაში ცოტა გაუსაზრისი სიტუაცია იყო და არ მეძლეოდა ნორმალურად გადაადგილების საშუალება. მაშინ ასე რომ ვთქვათ, ბატონო უჩა ნანუაშვილი საღადაზროვნებდა და ცოტა ასე რომ ვთქვათ, მართლა იცავდა მაშინ ალბათ ადამიანის უფლებებს. მაშინ მიუმართე მას და უთხარი, რომ ესეთი სიტუაცია და მაშინ ქონდათ ადამიანის უფლებათა საქმიანობა ესეთი იყო. და მას შემოთავაზა მაშინ რომ მე რაღაცა ქვეყნებში შემიძლია ორი თვითო გაგარიდო უბრალოდ და ცოტა ხანიო რა. და იყო რამოდენიმე ქვეყანა ნორვეგია რაღაცა და ავირჩიე ლიტვა. უბრალოდ აზე მინდა ხა დღეს რომ ლიტვის ხელისუფლება რო დღევანდელ ხელისუფლებას აკრიტიკებს. ავირჩიე ლიტვის სახელმწიფო. ნუ წავედი ნუ ბატონ უჩას თქვენ მიმართეთ თუ მან მოგმართათ ამ იდეით? არა, უჩანანოაშოს მაშინ მე უთხარი. მაშინ კი ჩემს მეგობართან მეგობრობდა და ანუ ჩემო მეგობარმა მითხრა რომ უჩანანოაშოსო ვიცომო და ვეტყვიო როგორ ხდებაო ზოგადად იმიტომ რომ აქაც არაფერი არ ხდებოდა რა. არის სხვა რაღაცას ვკითხულობ. უჩანანოაშვილი იმ დროს თქვენი მეგობრისთვის ცნობილი იყო ისე რომ მას ეს შესაძლებლობა ჰქონდა რომ ვიღაცა გაეყვანა ქვეყნიდან? კი მაშინ შენგენის ვიზები ჭირდათ კიდევაც რა და ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს საერთოდ გაყავდათ ხოლმე როგორც ჰქონდა ინფორმაცია რა. ქვეყნიდან ადამიანი. მაგრამ მე მინდოდა ორი თვით გასვლა, ასე რომ ვთქვათ, ქვეყნიდან. შემდეგ მაშინ ძალიან ცუდი სიტუაცია იყო საქართველოში, ოპოზიცია აღარ ოპოზიციობდა, ასე რომ ვთქვათ. და მაშინ დუბლინის კანონი იყო, რომ ქვეყნის ვიზითაც შედიოდი ევროპაში, ან სადაც პირველი თითი ჰქონდა დადებული, იმ ქვეყანაზე უნდა მოგეთხოვა თავშესაფარი, აზრი არ ჰქონდა სხვაგანო წასულიყო. და ასე რომ ვთქვათ, დავრჩი ლიტვაში. ლიტვის სახელმწიფოს მომთხოვე თავშესაფარი, მაგრამ ლიტვის სახელმწიფო მაშინ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას გადამულები იყვნენ, აზრი არ ჰქონდა, მაგრამ დროებით მეთქი იქნებ რაღაცა საქართველოს შეიცვალოს და მაგ დროს რაღაცა მოხდეს. სექტემბრის თვე იყო 2011 წელი, როცა ევროპის ჩემპიონატი იყო კალათბურთში. იქ თვითონ ლიტვაში სოციალური დახმარება დიდი არ იყო და ლიტვა ხოდი და ბატონი ქიბარ ხალვაში აქედან დიდი მადლობა და მოგითხრა მინდა უთხრა ეს ადამიანი ძალიან დამიდგა გვერდში და მეხმარებოდა რომ იქ მეცხოვრა. თორე ისინი ყველანაირად ზღუდავდნენ და მიკეთებდნენ ისე საქმეს რომ ქვეყანაში არ გავჩერებულიყავი. კალათბურთი იყო ესეთი 1 სექტემბერს საქართველოს რუსეთის თამაში, ნუ წინათ ხით უნდა წასულიყავი, მაგრამ ვერ მოხერხდა ჩემი წასვლა. და სხვადასხვა მერაბ ჭიქაშვილი რომელიც აქ იყო, ის იყო კლაიპედაში ჩასული და მეთქი მერაბ ხვალ ჩამოვალთქო, თამაშეთქო. დილი 7 საათი იყო, როცა მატარებელს ამ ტელეფონი ტელეგრამი გათიშვილი მქონდა მეგობრის მანქანაში დამჭა. სალამამ დილი ტელეფონი მომაწოდა, მატარებელში შევედი და დაძრული მატარებელი გააჩერეს. აი თუ გატყუებდეთ ერთი შვილი მყავს და მის თავს გეფიცები. ამოვიდა ორი პოლიციელი ფორმით და ერთი ასე რომ ვთქვათ უფორმოდ. მიანიშნა, ანუ არ მინდა ხარ რუსულად ვისაუბრო, აქ რუსულად პირდაპირ რუსულად მომართეს, თუ შეიძლება გამოვძანდი თუ მატარებელი, ნუ გავედი.
თქვენი საბუთებიო, ანახი საბუთები ისაო რა ქვია, უნდა შეგამოწმოთ რომ რეგულარულად ცხოვრობ თუ არა აქ. მეთქი მაგ უფლება მეთქი ესე პოლიტიკურად ვარ, მეთქი შეიძლება სტატუსი არ მოუწიათ, მაგრამ აქ ცხოვრების უფლება მაგ. არა ეს ყველაფერი უნდა შევამოწმოთ, ყალბიერი თუ არ არის. ჩანს ეს რაღაც მანქანაში ანუ ლიტვაზე ვსაუბრობ, რომელიც ნატოშია და ევროკავშირშიც არის და დღეს რაღაცას ჩვენ გვმოძრავს რა. მაშინ დალეგრიბოვსკაიტე იყო მათი ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, პრემიერ-მინისტრი თუ პრეზიდენტი და ელჩი იყო კერდიყოშვილი ჩვენი საქართველოსთან. მოვიდა ორი მანქანა წამოძალითო პროკურატურაში და წაიყვანო თუ წამოყვანეს. ეს კლაიპედაში ხდება თუ ვილნიუსში ხდება? ვილნიუსში ჯერ სანამ წახვალთ, დიახ. თვითონ იმასთან სალამ კლაიპედაში წავალ ხო არ არ იმასკეს და მეთქი ოთხარი მატარებელი არა უშავსო დაგელოდებოდა ნუ მატარებელი დამელოდებოდა მატარებელი დაიძრა წამიყვანეს პროკურატურაში და წამიყენეს ბრალი ღონისძიებების ჩაშლა დარბაზის აფეთქებაო მეთქი რა დარბაზი რის დარბაზი მეთქი კიო შენ ხო რუსების წინააღმდეგ ხარო ქართველი რო ხარ მეთქი საქართველოში რუსეთის აგენტი ვარ აქ რუსების წინააღმდეგ ვარ მეთქი რა ხდება ნუ დაურეკე ჩემს ადვოკატს უთხარი რომ მეთქი გარგალიტა ერქვა ამ მეთქი ესე და ესე მეთქი დამიჭირდეს და მეთქი ბრალი წამიყენეს დარბაზის აფეთქება და რაღაც მიშაო 1 სექტემბერია ბავშვი მყავსო სკოლაშიო და მოვალო არ ინერვიულო ნუ ესე სხვადასხვა პროკურატურაში ეს ადამიანები მეუნებიან რომ წამოწექიო არ არისო პრობლემაო თუ გეძინებაო დაიძინეო და მეთქი რა დავაძინებს ტერორისტულის წამიყენეთ თქო რა და ნუ მოკლედ მოვიდა ეს ჩემი ადვოკატი ეს ადვოკატი მეუბნება რომ მე ჩემი ყოფილი ქმარიო სამთავრობო იმაში მუშაობსო და არ ინერვიულო გაგიშვებენო და მეთქი როგორ გამიშვებენ ესეთ მუხლით როგორ გამიშვებენ არაო რაღაცა ხდებაო და ნუ ერთად უყურეთ საქართველოს რუსეთის ნაკრების კალათბურთის თამაშს 2011 წელს დამთავრდა თამაში და ჩემი სამუთი მომწეს და პირდაპირ ესე მითხრეს იქო ორი მიშაო არ უნდა ყოფილიყო ერთადო რა ანუ ჩემზე და მიხეილ სააკაშვილზე იყო საუბარი და სადაც გვინდა გვიჩივლეო ასე რომ თქვა და გამომიშვა მე ვერ უთხარი ისავიდეს და მე ხო ვინ გითხრა ეს თვითონ პროკურორმა პროკურორმა უბრალოდ ხაზი რაზე გავუშვი რომ ლეტუვა რომელიც დღეს ჩვენ გვოძრავს მაშინაც ჩეულებრივად ნატოშიც იყო ევროკავშირშიც იყო და რავი ესეთი ადამიანი დამიჭირეს იმის გამო რომ იქ სააკაშვილი ბატონო ხო კი ბატონო რომ სააკაშვილი იქ იმყოფებოდა და მისთვის საფრთხე არ შეგექმნათ კი ბატონო დისკომფორტი კი ბატონო ან საფრთხე დაღიქვამს სააკაშვილი ნებისმიერ მის კრიტიკას ამიტომ გააგვედურა მთელი ქვეყანა შემდეგ როცა ბატონო ბიზინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში მომეცა იმედი და დაბრუნდი ჩემ ქვეყანაში დაბრუნდი ჩემ ქვეყანაში აქტიურად ჩავერთე მე არასოდეს 2000 ფაქტიურად იმ დღიდან როცა სანდრო გიგულიანი მოკლეს არასოდეს მე არ ყოფილვარ არც ერთი პარტიის წევრი და პირველი პარტია იყო ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს სადაც მე გავწევრიანდი ნუ ჩვენ ახალგაზრდები მაშინ წინა სამზადისი იყო როცა გადავწყვეტეთ ქუთაისში წასვლა და ასე რომ ვთქვათ ეს ბიულეტინები დაგვერიგებინა და ადამიანებისთვის მოგვეწოდებია რომ მოსულიყვნენ მაშინ ასე რომ ვთქვათ აქციას ერთი ესეთი რაღაცა მოხდა მე მგონი რომ ჩამოვედით თბილისში მაშინ ჩვენ შეხვდით კიდევაც ერთმანეთს თვითონ მაშინ მოგელაძე სტრუქტურა იყო თუ არ ვცდები ეს მაშინ ეს ადამიანები იბარებდნენ ჩვენს წინააღმდეგ აღიზარდა სისხლსამართლის საქმე ამორჩევლის მოსყიდვის ფაქტზე თითქოს და მე ადამიანებს თავაზობდი საერთო მანქანებს აციურებს რაღაცებს რომ სანაცვლოდ ხმა მიეცათ ბიზინა ივანიშვილს ნუ მეორე დღეს ანუ იმ პატარა სურვილების ქაღალდზე თუ ვინმე დაწერდა მინდა მაცივარი თეორიულად კი ბატონო ეს დაგაბრალეს რომ თქვენ აი ამ ფორმით მოისყიდეთ ვიღაცა მაგრამ ხო მაგრამ ჩვენ ფაქტიურად არც არანაირი უფლება უბრალოდ ჩვენ გვეწერა იქ თვითონ არანაირად ჩემი თქმა არ ჭირდებოდათ ინტერვიუზე იყო გამოკიდებული თვითონ მაშინ რუსთავი ასე ვთქვათ მათ ხელში იყო და საქმე ისე ანუ შეკრეს ინტერვიუ რომ თითქოს და ჩვენ ხალხს სანაცვლოდ რაღაცას დავაზობდით კი ბატონო შემდეგ ასე ვთქვათ დამებარეს ქუთაისში თავარ მაშინ პოლიციის სამმართველოში და დამიყენეს ბრალი
ამონჩოლის მოსყიდვის ფაქტზე და მე მიხეილ ამაშუგელი და გაგა ამროლაძე დაგვიჭირის და ყურუა და ეს მეორე ადამიანის გვარ დამავიწყდა ამ ადამიანებს მე მგონი თვითონ ჩაოლებრივად ანუ გაუსვლელობა ჰქონდათ მაგრამ დაკავებულები არ იყვნენ ყუპებს კი ბატონო რომლებიც თქვენზე ბევრად უმცროსები იყვნენ მაშინ კი და ну მოკლედ ციხეზე რომ გადამიყვანეს ქუთაისის ციხეში იყავით. პირობებზე რო გითხრათ ორი სიტყვა და რამდენ ხანს დაყავით იქ? პირობაზე რომ გითხრათ გავატონდია მაშინელი ციხის უფროსი იყო ბატონი ჯოჭონაია და სპიჩკებს ეძახოდნენ თვითონ და სადაც ჩვენ შეგვიყვანეს პირველი მასში. მე პირადად 7 კვადრატში ვიჯექი მაშინ, მაგრამ სანამ შეგვიყვანეს ჩვენ თვითონ ამ სპიჩკებში. რაღაცა ვიგზენი რომ რაღაც ფეხი დამისველდა რა და მეთქი ალბათ რაღაცა წყალი დალიან დაუვარდა. და რო გამოვედი ფეხსაც მე სუსისხლიანი მქონდა თურმე თან კმენდა რაღაცეები როგორც აღმოჩნდა ამ სპიჩკებში სერდნენ ადამიანებს რა იქ ჩაყავდათ ხოლმე და იქ სერდნენ რა სხვისი ნაცემი ადამიანის სისხლით დაგისველდათ ფეხები კი ბატონო სპიჩკას რატო ეძახდნენ აი პატარები იყო ძალიან სხვათა შორის ანუ დროებითი მოთავზე იმაში თვითონ სასამართლოში როცა დაყავდით ამ სპიჩკებში იყავით სხვათა შორის მე როცა უკვე სასამართლოს პერიოდში დავყავდით ხოლმე ჩვენ მე აღარ იყო ანუ ისეთი ალბათ პირველი სასამართლოს შენობაში იყო თუ ციხეში არა თვითონ ციხეში იყო და მაგ ჯერ ანუ ასე ვთქვათ საყნიდან ჩამოგიყვანდნენ მაგ და მაგ ელოდებოდი სალამ შემდეგ სასამართლო ხო სალამ აი სპიჩკაში იყო სადაც დაგისველდათ სისხლით ფეხები იგივე პირობებში იყვნენ გაგა ამროლაძე და მიშო ამაშუკელი? კი ბატონო, ეგ ადამიანებიც იგივეში იყო, იმიტომ რომ მე როგორ მოხდათ, იცი, ალბათ პირველ დღეს მოხდა ეგ ამბავი, იმიტომ რომ ალბათ შიშის მომენტი, რომ შიში მქონოდა ალბათ მაგ პერიოდში, მაგ ყველაფრის, იმიტომ რომ როცა შემდეგ დავყავდით სასამართლოზე, მე ასე ვთქვათ, მოწმენდილ სპიჩკებში შევყავდით რა. მაგრამ რა მე როცა მოვიკითხე ციხეზე თვითონ რამოდენიმე სპიჩკა იყო სპეციალური სადაც ამ ადამიანებს სცემდნენ და მე ხა ხედავდი ხოლმე როცა სასამართლოდან მოვიყვანდნენ დროულად ბადაკი ვერ მოახდნენ და გადაყვანას თუ რაღაცას თუ როგორ ექცეოდნენ არ ვიცი სპეციალურად აკეთებდნენ მაგას თუ რაღაც მაგრამ ბევრჯერ ადამიანების ყვირილს წამების ხმას გავღვიძივარ და არავე 1000 უბედურებას ეს კოშმარი პოლიციაში არ ყოფილა თქვენი ბატონო პოლიციის განყოფილებაში არ ყოფილა არა პოლიციის განყოფილებაში ხელი არავის არ დაურტყია სიამოვნებელს გითხრათ სიტყვის შეურაცხყოფას ღებულობდი და რაღაც ზეწოლებს ციხეზე მაგრამ ფიზიკური სარყოფილა იმიტომ რომ რაღაც არჩევნები მოდიოდა და ყოველ დღე ადვოკატები შემოდიოდა როდის დატოვეთ ციხე ქუთაისის ციხე სხვადასხვა პირველი პატიმარი ვიყავი ვის დატოვე მადლობა ბატონსოს პირველი პატიმარი ვიყავი ვიც ბატონი ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ვინც დატოვა ასე ვთქვათ ეს როდის იყო ეს იყო 2012 წლის 3-4 ოქტომბერი იყო მაგრამ იქაც როგორ იყო ცით უცებ სასამართლოს არ შეეძლო ჩვენი გათავისუფლება და ასე ვთქვათ ის მოგცა რა ანუ რაღაცა დღის განმავლობაში 2000 ლარი თუ რაღაცით ну როგორც ოფიციალურად როგორც ხდებოდა მაგრამ მაგ მოკლე პერიოდში მოხდა ჩვენი ასე ვთქვათ გამართლება და ასე ვთქვათ გამარჯვებაც გამოვიდა რომ წინასაარჩევნო პერიოდი თქვენ გაგანეიტრალეს და იყავით საპატიმროში კი ვიცი რა ბევრჯერ ქონდა ჩემოთვლები ჩემი უბნელი იყო მაშინ ბატონი ერეკლე კოდუა და ფაქტიურად თელი უბანი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მაგრად დამიდგნენ გვერდში მაშინ თვითონ ჩემი მეზობლები და მადლობა მათ ძალიან ბევრი სოდის სამშობლო კოდუა ეს სოდის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი მაშინ სოდის სამშობლო კი მაშინ სოდის კიდან ქონდა ჩემოთვლა ბატონო იმისგან ქონდა ჩემოთვლა ну სოდის სამშობლოები ჩემი უბნელებისგან ბევრისგან ქონდა ეს დაანებეო თავიო რა წადიო სადაც იყავიო რა ანუ ლიტვაში ხა მithom ევროპაში წადიო რა სადაც იყავიო და ბევრი მუქარა და ბევრი რავი მაგრამ რავი მადლობა ღმერთს რომ დღევანდელ დღემდე მოვედი და მადლობა ბატონ ბიძინას და ძალიან ამ გუნდს რომ დღეს მადლობა თქვენ ბრძოლისთვის ბატონო მიხეილ კითხვები თუ არის დავსვათ 11 საკლი 10 წუთი უკვე ბატონი სოზარი უბრალოდ ერთი რამდენჯერ იყავით დაჭერილი ამ ადმინისტრაციული წესით თუ გაქვთ დათვლილი და
აქედან რამდენჯერ იყო რომ არ გცემეს? დაკავებული ვიყავი დაახლოებით ალბათ ადმინისტრაციული მხრით 20-ჯერ, 22-ჯერ. ბოლოს ეს ქუთაისი იყო ეს სამართალი და ერთხელ გამიტაცეს კასპის ტყეში. ტყეში დაგტოვეს? კი, მე და ბატონი ცოტნე ზურაბიანი, მაშინ თქვენი ასე ვთქვათ პარლამენტარი იყო და მაშინ სხვა შორის ბატონოსო და თქვენ სახელმწიფო ბრძანდებოდით და მაშინ კი არ იყო პარლამენტარი, მერე გახდა. ცოტნე მერე გახდა კი ჩვენ მაშინ პარლამენტარი გაიტაცეს რო არ არა ხო კი მაგრამ სანამ დეპუტატი გახდებოდა თქვენ და ცოტნე გაგიტაცეს და კასპის ტყეში როგორ მოგეყრენ გცემეს თუ რა სხვა შორის მაშინაც მიხეილ სააკაშვილი უნივერსიტეტში მიდიოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის და იქედან ასე როგორ მოგტეხეს და რო არ დაგვესვა ხერხული კითხვები მაგ საქმეზე დაზარალებულად ვარ ცნობილები კასპის ტყეში ანუ თავი ჩაწეული ქონდათ კასპამდე არა მოგვიწევი სანდრო გრიგოლიანის და პუტა რობაქიძის ვაზაკაშვილის პლაკატები ქონდა და ეს რომელ წელს მოხდა ეს იყო თორცები 2008 წელი იყო ან 2007 წელი ეს დაახლოებით და მაშინ შემდეგ გადაღებას მოხდა ყველაფრის ანუ საქმის ახრიდან და ასე ვთქვათ დაზარალებლად გწნეს მაშინ. კი ბატონო. და 60 დაკავების დროს ცემა? როგორ? 60-ჯერ რო დაგაკავეს, ამ დაკავების დროს, დაკავების შემდეგ. იცით რა არის? მაშინ პატულსაც შეეხება მათი ხელმძღვანელები, ბატონი გრიგალაშვილი და გეგეჭკორი, უფრო აგრესიულები იყვნენ თვითონ ვიდრე პატრულის თანამშრომლები. მაშინ უფრო კუდის, სოდის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ აგრესიულები. რაღაცა ის ქუჩური ჟარგონებით გიდგებოდნენ და გიტაცებდნენ და 1000 სიბინძურები ზოგადად ცდილობდნენ ქალბატონებით მოეტყუები ეს რაღაც მინაში აიყვანეთ და ასეთ რაღაცებს ჩადიოდნენ და ქონდათ ბევრჯერ ამ ადამიანებს ჩემ და ჩემ მეგობრების იმედა და ბევრჯერ დამთხევა რომ ყოფილა რომ მოგიყოლია რომ აი რაღაცა აი ვიღაც გოგო მოგწერა ესეთ რაღაც სიბინძურებს ჩადიოდნენ. ნუ მე ხო ნახეთ ყველამ რომ რამდენი ვიდეო ფაილები იყო და რამდენი სიბინძურეს ჩადიოდნენ ეს ადამიანები. ბატონო მიხეილ, ამ თემაზე გკითხავთ რა კითხვენ ვებრძანეთ. იმ დროს ყველანი თქვენი თამადობით სრულიად ახალგაზრდა ბიჭები იყავით ასე ვიტყვი და იყო განსაკუთრებით 2012 წელს სერიოზული პროექტი იყო ნაციონალური მოძრაობის რომ ახალგაზრდა მამაკაცებს მიუგზავნიდნენ ხოლმე ახალგაზრდა მათთან დაკავშირებულ გოგონებს და შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გადაღება ხდებოდა და აშანტაჟებდნენ. კი ბატონო. დაახლოებით რა თქმა უნდა გვარების და სახელების გარეშე რამდენი ასეთი შემთხვევა იცით რომელიც თქვენს გარემოცვის წევრ ბიჭებს გადახდა? მე ლიტვიდან როცა ჩამოვედი შემთხვევით SMS-ი მომივიდა მე დამირეკა რაღაცა გოგო და მითხრა რომ ვაიმე უკაცრავთო შემეშალეთო. მე რაღაცა დავიბენე და მე SMS-ი მომივიდა რომ კიო შემეშალეთო მაგრამ არ უნანობოდა. ახლა ცოტა მაშინ ასე ვთქვათ უცხო იყო ესეთი რაღაცეები რაღაც კი დავეჭდი მაგრამ ისე აღმოჩნდა რომ ეს ადამიანი მე მწერდა რომ ესე და აქ ცხოვრობს სხვადასხვა ზედაფონი ჭალაზე იყო საუბარი და ბევრჯერ ასე ვთქვათ თავაზობდა იმას რომ ამოდი რაღაცა და მე ეს ბიჭებთან მოვყევი ქართული ოცნების ახალგაზრდა თასთან მოვყევი და ერთმა ბიჭმა მითხრა რომ ერთ წუთიო მიშაო თუ შეიძლება ნუ გავედი მაქო მეო ნამყოფი ვარო მაგ ბინაშიო ახლა შევინს გწერდაო და ესე თქვიო ხმა მაღლათო შადიმან ხარშილაძე ჩემ მეგობარი და მერეო დამიბარაო ამ გოგომო ორთაჭალაშიო სამშობიაროსთანო და უცებო მოვიდაო BMW-ს მარკის მანქანაო ჩამკუჭისო და წამიყვანეს სასაფლაოზეო. ნუ რაღაცებიო მაყურებინესო და ამ გოგოსთან ურთიერთობის მომენტები აქვს. ხო, კი და მაშინდელი კუთში მუშაობდა სხვადასხვა ჩემი სოხუმელი მეზობელი იყო
გოგია იყო გვარად და მითხრა რომ ასე მითხრაო გოგიამო მაგისო ნუაყვებიო ჩემზე რა მაგასო მალე უკისეს მოუგრიხავთო და ანუ განახებთო რა და მე ისე აღმოჩნდა რომ ახლა ეს ბიჭები არ ყვებოდნენ და ისე აღმოჩნდა რომ თურმე თელ ქართულოცების ახალგაზრდულ ბიჭებს ეს ერთი გოგო წერდა და ცდილობდა რაღაც დავეშანტაჟებინეთ რა გასაგებია კითხვები თუ არის ჩემგან არა წევრებს ვეკითხები მადლობა ბატონო მიხეილ ჩვენ გვაქვს კიდევ 3-4 წუთი სანამ ბატონ გიორგი ჩითარიშვილს მოვიწოთ დარბაზში აი იმ მრავალწლიანი ბრძოლის დროს ხომ არ არის ისეთი ინფორმაცია რაზეც ჩვენთან სანამ მოდიოდით ფიქრობთ რომ აუცილებლად უნდა ვთქვა და არ გამომრჩეს არა რავი არაფერი უბრალოდ დღევანდელი სიტუაცია რაც ხდება თვითონ ჩვენს ქვეყანაში აი ბევრმა ახლა კარგად გამიგეთ აი რომ იძახიან რომ აი ნაცების გვერდით გახარ თვითონ აქცია სადაც არის ხოლმე რა მე ვფიქრობ ეს ადამიანები დღეს ნაცებს ვიცოდით რა ამოძრაებდა და რის გამო იქცეოდნენ და ეს ადამიანებს ამოძრაებდა რატო იქცევიან ასე დღემდე ვერ ამიხსნია ახალგაზრდა გოგო ბიჭები რამ გააბოროტათ ასე როცა ადამიანებს მილიონს იბინძურეს ანუ ადამიანს კიდევ გეუბნებით ფოტო ვერ დაგიდია ელემენტარული ოჯახთან რომ ოჯახით რომ რაღაცა მილიონის შეურაცხყოფა მოგეყენოთ მე ჩემ შვილთან ერთად ვიყავი YouTube-ის პლატოზე და როცა მოვდიოდი მოლდუთან აქცია ჰქონდათ და ბავშვი თხოვე რომ თავი ჩაეწია მეთქი არ დამინახო ახლა ბავშვი და ეგონებათ ბავშვი სპეკულირებსო და მოვარდე და სულ მონამეძახეს და ჩემ ბავშვმა რომ მკითხარ მამაო მონა რას ნიშნავსო პირდაპირ უთხარი არც დამემალია და მაგრამ ისიც უთხარი რომ ვინები იყვნენ ეს ადამიანები და ბავშვს რაღაც პერიოდი ვიღაცა თუნდაც რომ მომესალმებოდა და თვითონ ვერ გაიგებდა იმას მეუბნებოდა მამაო მონა დაგიძახაო ძალიან ცუდი ვითარებაა და რავი იმედია რომ ყველაფერს თავის ადგილი ექნება და ყველაფერს თქვენ რა თქმა უნდა არ ხართ მარტო ასეთ სიტუაციაში მაგრამ კი ვიცი ისიც მიფიქრია ხანდახან გიზიარებთ რომ მეორე მხრივ ისინი ამ საქციელით უზრუნველყოფენ იმას რომ არც ჩემი შვილი და არც თქვენი შვილი არ დაუშვებს იმას როცა ჩვენ აღარ ვიქნებით რომ ესენი სადმე როდისმე მობრუნდნენ აი ამას აკეთებენ საკუთარი თავის წინააღმდეგ რა თქმა უნდა ამას აქვს თავის დიდი ნეგატიური მხარე მაგრამ დღეს ჩვენი შვილები უკვე არიან პოლიტიკოსები და მათ იციან რა არის შავი და რა არის თეთრი. ეს მათ ტკივილის შედეგად ისწავლეს და სწავლობენ, მაგრამ რეალურად ის თაობა, რომელიც მათ მოასწრეს, თაობის ნაწილი და შეცვალეს და გარეთ განანდღეს და ყვირიან და ნაცების მობრუნებას უწყობენ ხელს, ცდილობას უწყობენ ხელს. ამის ფონზე დაიბადა და იქმნება ახალი თაობა, რომელიც ჩვენზე უფრო მეც იბრძოლებს იმისთვის, რომ სააკაშვილი ისტორიის წიგნებიდანაც ამოიშალოს, როგორც მას სურდა და თავის ჩაწერა სახელმძღვანელოებში, როგორც სახელმწიფოს დამფუძნებელი. ჩვენი კომისია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რეალობა აღდგეს, ობიექტურობა აღდგეს. ჩვენ ვინც ვართ ამ კომისიაში და ქართული ოცნების უმრავლესობა პარლამენტში, ამას გააკეთებს, რომ სააკაშვილის კვალი იყოს მხოლოდ ნეგატიური ქართულ ისტორიაში, იმიტომ რომ ეს არის სიმართლე. ეს არ არის ვიღაცაზე გადაკიდება, ეს არის სიმართლე. ბატონი ალუდა და შემდეგ ჩვენ 2 წუთი ტექნიკურ შესვენებას გამოვაცხადებთ წევრების გასაგონად ვამბობ, იმიტომ რომ ბატონმა გიორგი ჩითარიშვილმა მასალა მოგვაწოდა ვიზუალური და მასურს რომ ეკრანზე გაუშვათ. ამისთვის 2 წუთი გვჭირდება და შემდეგ გამოვკითხავთ თქვენს თანამებრძოლს ბატონ გიორგი ჩითარიშვილს. ბატონო ალუდა. მადლობა. ბატონ მიხეილ, თქვენი შვილი რამდენი წლის ზანდება? 6 არის. გოგონა თუ ბიჭი? ბიჭი. თქვენ მას უთხარით რომ თავი ჩაეწია მანქანაში? ბატონო? თქვენ მას უთხარით რომ თავი ჩაეწია,
დაეხარა რომ კი მანქანაში რომ ანუ ის არ ეფიქათ იქეთ ამხარეს ასე რომ თქვა რომ რაღაც ბავშვის სპეკულირებს და შემეშინდა ჩემი თხოვნა იქნება რომ თქვენ შვილს არასოდეს აღარ უთხრათ ეგ იმიტომ რომ თქვენ შვილს თავი არ აქვს ჩასაწევი არც ჩვენ შვილებს თავი არ აქვს ჩასაწევი ჩვენი შვილები თავს არასოდეს არ ჩაწევენ და მე მეცაც გეტყვით არც მათმა შვილებმა არ უნდა ჩაწიონ თავი ჩვენ არ ვართ ის პატარა კაცები და პატარა ადამიანები მათსავით რომ შვილებზე როდესაც მიდის საუბარი და ოჯახზე და ასე შემდეგ ეს არის წმინდათა წმინდა რაღაც რომელიც მათ რა თქმა უნდა არ ესმის მაგრამ ჩვენ ხო კარგად გვესმის ამიტომ ჩვენ გვაქვს ეს მორალური პასუხისმგებლობა ჩვენ ამ შეჯიბრში მათ არც და ვერ შევყვებით ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ ღირსეული ადამიანები ვართ ჩვენი დასკვნა იქნება თუ ნებისმიერი ნაბიჯი ეფუძნება ღირსებას ესე მოვედი აქამდე ესე გავაგრძელებ ჩემმა შვილებმა ძალიან კარგად იციან ჩემი შვილების დაახლოებით მაგასაკის არიან და უამრავ სიბინძურესლებიან მაგრამ თავაწეულები და ეგრე იქნება ბოლომდე იმიტომ არის ეს ყველაფერი რომ იმიტომ არის რომ მათ შეიძლება ბევრი რამე იფიქრონ მაგრამ აი შვილებთან როდესაც არის საუბარი 1000 ჯერ თუ რა ვიცი და მილიონჯერ უთხარით მათ რომ მათ ხო აი გარესმით ისინი რას იფიქრებენ ოჯახთან მიმართებაში ეკლესიასთან მიმართებაში არ ვიცი წმინდანებთან მიმართებაში უამრავი რამე შვილები მშობლები უფროსი ასაკის ადამიანების მიმართ დამოკიდებულება ქალთან დამოკიდებულება არ ვიცი მეზობელთან დამოკიდებულება ზოგადად ადამიანთან დამოკიდებულება ღირსება ეს მათთვის არის გლისთავზე რო სახარება წაიკითხო არ ვიცი კიდე შეიძლება იქ სადღაც აზრი კონდეს ამას აქ აზრი არ აქვს მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ ყველამ კარგად გაიგოს მიუხედავად იმისა მიუხედავად ბულინგისა მიუხედავად 1000 გვარი შვილთან მიმართებაში როდესაც არის ეს და ოჯახთან მიმართებაში იმიტომ რომ პირადად მე და ჩემი შვილები იმიტომ რომ საჯაროდ აქტიურად ცხოვრობ და ესე გავაგზავნებთ ეს მინდა ყველამ კარგად გაიგოს და არც ჩემი მოხევე შვილები არც 9 წლის გოგო და არც 7 წლის ჩემი ბიჭი არ ვაპირებთ რომ რაიმე დაუთმოთ ამათ მაგრამ კიდევ ერთხელ ვიზახი ესე ყოველდღე არ გავა პრაქტიკულად რომ მათ ეს არ იცოდნენ მამამისთან დაკავშირებით როგორ ხდება ეს მის მეგობრებთან ქვეყანასთან მიმართებაში ეს არის ჩვენი ვალი ეს არის ჩვენი აი ეს ტვირთი რომელიც ქვეყნის წინაშე ვალდებულებიდან გამომდინარე ეს უნდა ვზიდოთ და მათი შვილებისთვისაც ეს ყველამ უნდა გაიგოს არაერთხელ მithქვამს და მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო წყალს აუღია ქვეყანაზე თუ კი რაიმეს არ ვიცი პოზიცია არის თანამდებობა არის ნებისმიერი რამე მოვიდნენ და არ ვიცი რა სკამებზე ლაპარაკობენ ხოლმე რაღაც აი ამ სკამსაც მივცემ სახშიც რამოდენიმე გვაქვს ცოტა არ არის ყოველ შემთხვევაში იმათაც მივცემ ყველაფერს მივცემ ოღონდ ქვეყანას თავი დაანებონ ჩვენ შვილებს თავი დაანებონ ოჯახს თავი დაანებონ და აი სადღაც წითელი ხაზი გაუჩნდეთ ყველაფერს დაუთმო მე პირადად რა ჯანდაბად გვინდა არა დასკვნა ან რამე ან რაღაცა რა გვინდა თუ კიდევ ერთხელ ვიძახი ეს ყველაფერი იმას არ მოიმსახურება რომ ქვეყანა წინ წავიდეს მინდა რომ ეს გაიგონ ეს არ არის ინსტრუმენტი რომელიც მათ გონიათ ეგ როგორ შეიძლება ადამიანს ნორმალურ ადამიანს ვინმეს პატიმრობა გიხაროდეს ну აი წარმოუდგენელი არის ასეთი გამრუდებული აზროვნება ღმერთმა ყველა დაიფაროს ასეთი აზროვნებისგან მაგრამ ну ახლა ხო არის რაღაც წითელი ხაზი ხო ადამიანი გამოდის და იძახის დისკომფორტია ჩემთვის პირობით ერთი დღეც პატიმრობა მის ოჯახთან ოჯახის წევრის არ ყოფნა ჩემთვის პირადად ნებისმიერისთვის არ მიმეტება და ეს ტრაგედია არის მაგრამ როდესაც გამოდიხარ და იძახი რომ მე ქვეყნის წინაშე რაღაცებს აი ასეთ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებ და როგორ გაგონილა რომ ეს დისკომფორტი არის რომ მე
სადღაც პატიმრობა ეს არის, დისკომფორტია, ხო? შეგნებულად უსმენ ხოლმე ამ ყველაფერს და მართლა ინდიკატორი არის რაღაცების, თორე ხლა როგორ ეკითხებით იქ პირობა როგორ იყო რაღაცები. ყველას თავისნაირი, ასე ვთქვათ, ადეკვატური და სამართლიანი სასჯელი ეკუთვნის. ჩვენ არ ვართ ბოროტები. რამოდენიმეჯერ გავიმეორე. არ ვართ ჩვენ ბოროტები, არ ვართ ის ადამიანები, ვინც აი თქვენ შვილს რომ ეს მოუწევს და დარწმუნებული ვარ რომ კითხავდა და აი ის რომ მონის განმარტება და რაღაცები და მონას რაც შეეხება და აი მონის განმარტებას ეს თქვენ შვილს კი არ უნდა გაუგეთოთ. აი იმ ადამიანებს რომლებსაც გარტყმაში არ არიან იმისი რას აკეთებენ და რა სიწმინდეს ეხებიან, როდესაც შვილებზე არის ლაპარაკი. რუსის მონები არ არიან, აბარეები არიან. ჩართონ ერთი ტელევიზორი. თუ იმ დროს ვინმე პატარა იყო და არ ახსოვს. და იქ საზღვარზე რო იდგნენ, აი ჩემი კუთხიდან. იქ რო ჩაუქროლა ყაზბეგს იმი პატარა კაცმა. დღეს რო იქ ბიომეტში არის. აი იმა რო ჩაუქროლა ყაზბეგს ერთი დღე რომ არ ყოფილა იქ. ერთი დღე რომ არ ყოფილა. და დარიალში რო ჩავიდა. ბატონო? ვინ ჩაუქროლა? აი ვიომეტში რო წამოგორებული კაცი. სააკაშვილს. ერთი დღე რომ არ ყოფილა, პატრიარქმა თქვა რომ ჩამოდი ერთი ნახე, მოხევები როგორ ცხოვრობენო. კი, მართლა. ვითომ არც ყოფილა. და გუდაურის იქით, სადაც თვითონ სრიალებდა თხილამურებით. და სუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ერთად დაგულაობდა ბოდიში საზოგადოებას, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. არავის არ ჭირდება აქ შელამაზებული რაღაცები. იმის იქით არ არსებობდა საერთოდ. საერთოდ არ არსებობდა. 2 საათი დაგჭირდებოდა და მეტი მაღალი გამოვლობის მანქანით, რომ გუდაურის ბოლოდან ყაზბეგში ჩასულიყავით. ეს ხომ იცით რატომაც იყო ბატონო? დაახლოებით 25 კილომეტრზე არის საუბარი. და ეს იცით რა არის რომ აი იქ დარიალში რომ ჩავიდა, აი ეს დაბყოლება რომ გაიარა. ერთი რომ არ მოსულა და არ უთქვია, თქვენ ღირსეულო ხალხო, რომელიც იცავთ ამ ქვეყნის ბუნებრივ საზღვარს და ბუნებრივად იცავთ, რამე გიჭირთ, გილხინთ, ჩავიდა იქ საზღვარზე, სამარცხვინოდ როგორი აჟიტირებული იყო. იმიტომ რომ იქაც დაინახა რომ იქიდან არიქა და ვიღაცა ისა რა ქვია, მისთვის საინტერესო ობიექტი ვინმე ექნებ მანდილოსანი ყოფილიყო. ეს არის სიმართლე. და ამ ქვეყნის სიმართლეა რომ აი ეს ისტორია რომელიც ნუ პრეზიდენტი ერქვა, გვინდა თუ არ გვინდა ეს ასე არის. სილამაზე და შელამაზება არ ჭირდება ამას. ეს არის ფაქტი. სამარცხვინო არის და ეს ჩართეთ როგორ იქცევა იქ. სამარცხვინო არის. და ეს ხდება მაშინ რამოდენიმე დღე პრაქტიკულად, ნუ რამოდენიმე თვე, როდესაც მიწაზე ფორთხავდა. და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები იყო დაკარგული, დაბომბილი, დახოცილი ხალხი. აი იმ ოკუპანტი რუსეთის მიერ და ეს ნაძირალა დგას იქ საზღვარზე და ეუბნება რომ შემოდით. და დღეს აი ასევე უტიფრად მისი დამქაშები დღეს რომ გასულები არიან. ვინც წინა მოწვევაში ხო კარგად გვახსოვს ეგ. მოდიოდნენ და აი აქ ჩართავდნენ მიკროფონს და ტყელტყელი სიტყვებით ამბობდნენ რაღაცა ვიზები დაუწესეთ, რაღაცა უბედურებები. როდესაც საუბარი არის იმაზე რომ ომიდან რამოდენიმე დღეში ჩავიდა და ეუბნება მობრძანდით, არ ვიცი როგორი აღტკინებული იყო ისტორიას ალბათ არ ახსოვს, მე ყოველ შემთხვევაში არ გამიგია, რომ ღირსეული, ისეთი ღირსეული ქვეყნის როგორი საქართველო არის. ესეთ პირველ პირს, აი ესეთი ქვეყნის პირველ პირს ოკუპანტის მიმართ აი ესეთი დამოკიდებულება ქონოდა. ნუ ეს ხო წარმოუდგენელი არის. და ამიტომ, როდესაც აი ასეთ რაღაცებს დაიწყებენ, თქვენ შვილს კი არ უნდა უთხრათ ეგ. თქვენ შვილს უნდა უთხრათ, რომ მამი, რო გაიზდებით, რო გაიზდები. მე გეტყვით წარე რეალობას, რაც უახლეს ისტორიაში ჩვენ ქვეყანას ჰქონდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა არის ღირსეული ერი, ქართველი ხალხი, ვაჟკაცი ხალხი, ღირსეული ისტორიით და ამ ღირსეული ისტორიის დაწერას გააგრძელებს. ეს უნდა ვინმეს, თუ არ უნდა. და პირი გამოირეცხონ ვიღაცებმა, როდესაც შვილებზე და ოჯახზეა ლაპარაკი რა. მადლობა ბატონო ალუდა, მე მინდა ბოდიში ვიხდი საზოგადოების წინ, იმიტომ რომ ნახეთ გაბატონოთი აქ არ შეიძლება ჩვენ ამას ამ ყველაფერს უსმენდეთ ისე თითქოს არაფერი არ ხდება. შეგნებულად არც კითხვა დამისვავს, არც არაფერი, იმიტომ რომ კარგად ვიცით ეს, მაგრამ როგორ შეიძლება ეხლა
6 წლის ბავშვს მამა ეუბნება, რომელიც მისმა რეჟიმმა რა ჯოჯოხეთი გამოგატარა და გამოგვატარა ყველას, რომ თავი ჩაწერო, ვიღაც არ მოვიდეს. ვიღაც არ მოვიდეს. გესმით, ვიღაცაზეა ლაპარაკი. ამიტომ ამ ემოციისთვის ძალიან დიდი ბოდიში და სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი არის, იმიტომ რომ ჩვენ ღირსეული ხალხი ვართ, მინდა ყველამ გაიგოს. და ღირსეულ შვილებს ვდით. დიდი მადლობა. ამას კარგად დაუკვირდნენ ესენი. მე ვერთდები ამ პათოს და ვიზიარებ იმას, რომ თქვენი შვილი შთამომავლობა იამაყებს უნდა ამაყობდეს, იმიტომ რომ მე მქონდა პატივი ყოფილიყავი მოწმე იმ ბრძოლის, რომელსაც თქვენ სრულად ახალგაზრდა ქუჩაში მშვიდობიანად ახორციელებდით და იბრძოდით იმ უსამართლობის წინააღმდეგ და მართლაც ბატონ მალუდამ თქვა ჯოჯოხეთის წინააღმდეგ, რასაც სააკაშვილმა მაშინდელი ახალგაზრდა გულანთებული თაობა გამოატარა. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო ბატონ ვალუდა, რომ მეც ვცდილობ და არ მიკვირს ბატონი მიხეილის ეს ასე ვთქვათ დაცვითი ღონისძიება, რომ შობელი მის არის, რომ პირველი რეფლექსი ეს გაქვს, რომ დაიცვა. მაგრამ ჩვენი შვილები თავს არ გაცვევინებენ ხოლმე მარტივად, მიუხედავად იმისა, რომ ისინი 6-7-8 წლის არიან, ეს ის თაობა, რომლისაც ნამდვილად უნდა ჩვენზე მეტად ეშინოდეს სააკაშვილს, იმიტომ რომ მათ ძალიან კარგად იციან, მათმა მშობლებმა რა გამოიარეს და დღეს ვინ ცდილობს მათ დატერორებას. ამიტომ ძალიან იმედიანად ვარ, რაც ჩვენ ვერ შევძელით, შეძლებს ამას ახალგაზრდა თაობა, მაგრამ ჩვენ იმას კი მოვახერხებთ, რომ მათ უკეთესი მდგომარეობა დავახვედროთ და სააკაშვილი იყოს სამუდამოდ წარსულს ჩაბარებული თავის დამქაშებიანად. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ბრძოლისთვის, დიდი მადლობა იმ დამსახურებისთვის, რაც თქვენ და სხვებს, ვინც აქ თქვენამდე კომისიის წინაშე გამოცხადდა და მსხვერპლების სააკაშვილის რეჟიმის, ვისაც ვერ მოვასწრებთ, რომ გავესაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ არ არის გამორიცხული ჩვენ უფლებამოსილების ვადა ოდნავ გაგვიგრძელდეს კიდევ, მაგრამ მაინც ვერ მოვასწრებთ ყველასთან გასაუბრებას, ყველას მინდა თქვენი სახელით, თქვენი სახით და კომისიის სახელით უთხრა მადლობა. დიდი მადლობა ბატონო მიხეილ მობრძანებისთვის, იმედი მაქვს, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას იმისათვის, რომ დასკვნაში ყველა ფაქტი სწორად აისახოს. თქვენს ვაჟს კიდევ დიდი მოკითხვა. მადლობთ. გადაეცით ჩვენგან. მადლობა.